დიდი ამბავცულები გვაქვს მეგობრებო დღესა. თამაში გვაქვს და რა ხდება რა არის? მოდით აბა აქეთ წა. ვისვე თამაშები? მოდი ვინმე მითხარით ვისვე თამაშებით ბიჭო. როგორ? Ani 5 და 1 მომდაიქარა. თამაში სად არის? მოკლედ თემქაზე გვაქვს თამაში წამეგო რა. შეგიძლიათ გუგლ შემატკივრა. აბა წარმატებები ისანი. უნდა მოვიგოთ. არ გინდათ ახლა აქედან ვეხიპიშით ნუ მოდიხარ. აი უკნიდან ამოდიხართ რამდენი ხართ ხო? თქვენ ბიჭებო დაცვა და ნახევარ დაცვა რაშო? ჩვენ მოდივარ ნახსაბალეში ერთგული გულშემატკივრები. ერთგული გულშემატკივრები, რომლებიც უახლი ვართ თან. მე არ ვიცი ამ სტადიონზე მე ნამყოფი არ ვარ, მაგრამ რა ქვია ამ სტადიონს? ბატონო დავით თქვენ. კაი სტადიონია იგეში. ძალიან კაი. გაერკოვი, მიდი გასახდელში. ესე იგი ბეკადეშუბას YouTube არხივ ჩვენებს მეგობრებო. FC თბილისი, FC ისანი, ასეთი გუნდები ეჯიბრებიან ახლა ერთმანეთს და მოკლედ უცბად მანავ თამაში დაიწყება. გეტყვით რაღაც. ეს მე ვარ. გაუმაჭეს. ხშირად მეკითხებიან ხოლმე, აქა ვარ, ხო, რო ისაო. ეს ბეკადეშუბაო რა არისო და გონია თუ რაღაცა ისეთია არაქართული და ზოგადად რამოდენიმე მისიც კი მითხრა რაღაც აფხაზური თემაო და არა მეგობრებო არანაირი აფხაზეთი და სოხუმი მაქენა გამომდინარე არ არის უბრალოდ ბექა დემურისძე შუბითიძე. შუბითიძეები ყოველთვის სკოლაში ვართ ხოლმე ან შუბა ან შუბითა. ხო და მე ვიყავი ხოლმე შუბა. სკოლაშიც, ეზოშიც და უნივერსიტეტში სადაც სწავლობდი. და ასე რომ ბეკადე შუბა ესეთი ლამაზად დაეწყო რა. ბეკადე მურისძე შუბითიძე ან შუბა. და სოხუმი და აფხაზეთი და ნუ ამას იმიტომ ამახულებ რომ აი სოხუმელი ხარ, აფხაზი ხარო უფრო სწორად და აი რომ დავიბრუნებ და იქ რო ჩავალთ და რო დავისვენებ აი ჩვენს კუთვნილის სანაპიროზე რო გავისეირნებ იქ სადაც დროებით ვერ მივდივართ და ძალიან გვენატრება. მე იქ დავირქმევ რამე იქაურს, არც მაგის არ მომერიდება. მაგრამ უბრალოდ ბეკადე შუბა. კაი. მოკლედ თემქაზე ვარ. ბიჭებიც ნელ-ნელა ფორმაში დგებიან და მეც აქ დავაპაუზებ, ბევრად არ შეგაწყენთ მეგობრებო. დათამაშდა ბურთი და უკვე შეტევაში ვართ ეგრევე. სწრაფი შეტევა გვაქვს. ჯერჯერობით ბურთს ჩვენ ვაკონტროლებთ. ბარამია კარგად შევიდა სივრცეში. ნატრო, აბა თუ გაამწოვებს ნატრო ნახოთ. სწრაფად მივეცით გადმოსვლის საშუალება, ჯერ არ მივეცით, რა კარგად გაატარა. ნატრო მეგრელა.
დაელოდა ერთი ნაბიჯი წირო ყოფილიყო მეგრელა მივიდოდა. კარგი. პირველი წუთიც მიიწურება სადაცაა და შეგახსენებთ რომ ამას აქში ჯერჯერობით თამაშობენ 25 წუთიანს. ნუ ზოგჯერ შეთანხმებით 20 წუთიანსაც. ამინდი ძალიან ხელს არ გუშლის. ნატო შევეძლო ხა აქედან და კიდე წამწოვებს. მიდი ნატრო, მიდი. გაგექცა, არ გაექცა? გაექცა. ისე უყავიდო არაფერი. სწრაფად შემოიტანეს. ჯერჯერობით უთის ფლობის უპირატესობა. როგორც უყურებთ, FC ისანის მხარეს არის ბარამა. კომლა. ეს დარტყმა იყო ალბათ კარის მიმართულებით მიდიოდა, რა კარგად გაიყვანა. ოჩა, კაი იყო, კაი ჩანაფიქრი იყო, ბრავო ბიჭები. გაათამაშეს აუტი ბიჭებმა. ნუ მე რაღაცებს გამოტოვებ ხოლმე, იმიტომ რომ მონტაჟის მიადულებს, ვაპაუზებ ახლა მანაბურს მოიტანენ და ესეთ რაღაცებს ტოვებ, ხო ხვდებით რა, ნუ არ არის საჭირო. ძალიან მალე რაღაცა ახალ გადაღების საშუალება შემპირდნენ და ფიქრობ გაცილებით დაიხვეწება ჩვენი რა კარგია ნატროსთან შეიძლებოდა ბიჭოა ეს მიღებასთან რატო გაქვთ ეს პრობლემა უბრალოდ გოლ კაია გოლი მეკარის შეცდომის ხარჯზე ნუ ამან პოზიციურად სწორად დაიკავა სწორად დაინახა სივრცე სწორადაც გაუშვა მაგრამ ნუ ეს მეკარის შეცდომა არაუშავს ხდება ხოლმე მეკარებს მოზით ხოლმე ესეთები არაუშავს გავამხნევოთ მეკარე კაი ბიჭია პოზიციურად სწორად იდგა უბრალოდ ცოტა მაჯები უნდა გაემაგრებინა და ეგ იყო ერთი 0 მესამე წუთის მიწურულს. ნუ ისეთი სწრაფი ტემპით შეუბერეს ჩვენმა ბიჭებმა, რომ ბიჭო მოგმა ხე პირველი კუთხური მეგობრებო FC ისანის მოწოდებით დაიკარგა ბურთი მეორე კუთხურიც იქნება მალე. მეორე კუთხური აი ბიჭო ბარამ ბიჭო რა გჭირდო ეს ფეხისაცელები ნატრო უნდა გაამწვავო ჯიგარო ბარამია გაისწორე და დაარტყე ესე მეგრედ დაიჭირა კიდე კუთხური ამჯერად აქეთ ამხრიდან რა კარგად მონახა რა კარგად ჩააგდო თუმცა მე ვფიქრობ აქედან დარტყმაც შეიძლებოდა კარის მიმართულებით კარგად გასტყორცნიდა თუმცა ლუკა კაცი აი სხვა რამე ამჯობინა აქტიურად ვართ ესე იგი მოწინააღმდეგის საჯარიმოდან ფაქტურად კაი ხანი არ გამოვოდით კაი იყო კაი ბარამ კაი აქტიურად კარგად დაუხვედა და თავი ცოტა დაბლა და გოლი იქნებოდა არაუშავს. თავარია უპირატესობა. ბურთის ფლობის უპირატესობა გვაქვს. თამაშის მხრივაც არც თუ ისე რაღაცა პრესინგებს და რაღაცებს არ ვაწვევით. უბრალოდ ბურთს ვაგორავებთ და კაი პასი მისცა შეგენაცვალე. გარეთ ერფით. ვერ მიწდება. ამასობაში მზეც მომადგა ბეჭებზე და დევიზაგერები ვატყობ მე. ცოტა ჩემებურად ხუმრობ ხოლმე. ისე მშობლები კრებაზე რომ მოდიხართ და სერიოზული ტიპი რო გეჩნდებით ხოლმე, ნუ ცხოვრებაში სხვანაირი ვარ. სერიოზულ ბიჭს ვთამაშობ, მაგრამ არა ვარ სერიოზული. ცანც არა ვარ. ხო, ნუ კარგ ხასიათზე ყოფნის მიზეზი მაქვს. აბა რა ხდება? ვერა, თავი. აუც მოაწვდიან სტუმრები, ისაკერე და მასპინძელები. FC თბილისი რას ფიქრობთ? ჩაგვეძინა? არა. სწრაფად. აი მათ შეიძლება პირდაპირ. მეორე ბურთი. მეხუთე წუთი მიიწურა ამასობაში. ნუ ჩემი დროის მიხედვით გაატარა თუ ვერ მიწდა, თუმცა მაინც ჩვენია ბურთი, რა მნიშვნელობა აქვს? აქედან შეიძლება გამწვავობა. კაი. მოეჭრა.
კაიგია მეკარე ყოჩახ. ოჩახ მეკარე. ნახე რა ჯიგარი, არა ორმაგის სეივით დასვა ეგრე. მე მეკარებით ხარეს ვარ ხოლმე ყოველთვის ისე რომ იცოდეთ. ხო, ჯერჯერობით უპირატესობა გვაქვს. ჯერჯერობით შეიძლება ითქვას, რომ კარგი საგრძნობი უპირატესობა აქვს FC-ს. კარიდან ამოვაქვთ ბიჭებს. რაღაცა დიდხანს გვიჩერდება ბურთი არა, რაღაც პაუზები გვაქვს. ეხლა თქვენ კი ვერ გძნობთ მე რომ ესე ვაჩერებვა. კაი. მაგრამ ის არის, პაუზებია. კარგი დიდი პაუზები გვაქვს. მაგრამ არა უშავს, ასვისებთ. სუპერ ტემპში. ვერ მიდის ყოველთვის თამაში. ამასობაში ჩემი ეკრანი ჩამიბნელდა. უკანარა შუაში. აჰა, კარგად მიიღო. აი რას ნიშნავს კაი მიღება ეს არის რა ძმებო რა. რომ მივიღებთ ხოლმე და რაღაცას დაგვივარდება. ჩააგდე ანდრე. კარგი იყო. აუ, ეგარი. მეკარე მეთქი კაცო. ბრავო მეგრელ, ბრავო. მეგრელა და მეორე. 8 ნომერი, მგელი ხარ. გავაფორმეთ 2 გოლი. შენერი, 2-0. აი, შენ უნდა იყო მაგრამ. 2-0 FC ისანის საგრძნობი უპირატესობით მიდის თამაში. ნუ ეს მოცემულობაა თორე ეს საწყენად არ მინდა რომ გამომივიდეს, მაგრამ რას ვიზავთ ესეა. ხო, აქ შეიძლება აი ესე პირდაპირ დაარტყი. ხო, მეკარე პოზიციურად იდგა სწორად. თუმცა ასაღები ბურთები უნდა აიღოთ მეკარეებო, ნუ გევასებათ ეს ტყაპატყუპი. ხო, ახ რა სწრაფად გაათამაშეს. ნატრო სადღაცას იქეთ აგზავნეს ბურთს. არა უშავს, ძალიან რთულ მასში იდგა, პოზიციაში იდგა. უკიდურეს კუთხეში იყო და ესეთი სწორი იყო რა მოკლედ, სხვას ვერაფერს ვერ იზავდა ხა ამ კუთხიდან რა უნდა ექნა, პოზიციურად სწორად იდგა. მეგრელა. ეგრელა მატარა და გელეჭა. ურც უღურე რატო ტრიალებ აქ? აჰა, კარატე დო. ერა, გაატარე და შენია ბურთი. სამი ბურთი გადაფრინდა უკვე ბახში იქეთ. ვინ გადმოიტანს? არ ვიცით. არ ჩას მეგობრებო, თორე სტადიონიც არ არის მაინც სახარბიელო მდგომარეობაში, ისეთი ორმოებია და ისეთი მიჯიჯგნილობა. შეიძლება. დიდხანს ატარა. წამო ატარე. ეს რა იყო? აჰა, ჩემიაზე კარგად მივიდა მეკარე. კარგად მოხსნა. რუიძე! არ უნდა მივარდე, კობლა! აქ თუმა არა, კობლა, მაგრამ აღარ იკარგება, კობლა! ანდრი! სწრაფად შემოვიტანეთ. კარგად შეიძლება. ოპა, მესამე გოლი. ისევ მეგრელა და ის. რატო ვარდები? მაგრად გაუგეს ერთმანეთს. ჯიგრები ხართ. შენ დაუდეკიო. 3-0. წმეს რატო ურტყავ? ოჩახ,
წრე დაარტყი შენი გარისკენ. მოდი რა მოეხმარე შენს დაცვაში რა გინდა მაგაუდის ხაზი. მე დიდი ხანია ვამბობ ისანი. მალე ძალიან მაგარ ფორმაში იქნება აფრენდებიან ეს ბიჭები მეთქი, იმიტომ რომ ყველა პირობა აქვთ. დადუ ხარ, აიყო ეს. აიყო ეს დადუ. ხო და ამიტომაც მოუწოდებ ხოლმე რომ ვისაც გინდათ განვითარებად პერსპექტიულ გუნდში, სადაც გადასახადიც კი არა გვაქვს ისეთი რომ აღაცა ვიღაცას გაუჭირდეს და ვერ მიწვდეს სხვა გუნდებთან შედარებით, აი რა ვიცი, გადასახადიც კი ისეთი გვაქვს რა და პირობები. ანუ ეს მეოთხე, არა? ერთი კაცი დამა ქუსლით. ქუსლით, ბიჭო, ქუსლით. აჰა. აზო, თავი 4-0. აი გარი, ბიჭებო, ჩემო ცემულს ასრულებენ. ხედავ, ჩემი ცემულ დავალებას. უბლა მოდი. კაი ბიჭები ხართ, კაი. ნუ, საუბარიც კი გამიწყდა. გამედა კვარა. დასტურად იმისა, ჩემი საუბრისა, მეოთხე გოლიც გაიტანის ბიჭებმა. პირველ ტაიმში 4 გოლი კაი შედეგია ძმებო. აზო, გამოვხიზდი უკვე. ხო და ამის თქმა მინდა ძმებო, რომ კაი გუნდი გვაქვს, კაი. სწრაფად ვითარდებით, პროგრესული, მეგობრული, ძმაკაცური. არანაირი სტრესული გარემო არ გვაქვს. მეგობრულად, ძმაკაცურად. ღიმილი, ციცილით, კისკისით, სილაღით, იმპროვიზაციის საშუალება აქვს ბავშვებს, თავისუფლად მოქმედებენ, ფანტაზიას გასაქანი აქვს და ესე თამაშით ნელ-ნელა ვითარდებით და ესე მივდივართ. ახლა ტურნირზე როგორ გამოვიჩენთ თავს? აქედანაც შეიძლება ცოტა შორიდან რო არ მოგერბინა. მოგლედ ამას ვამბობდი რომ შემოგვიერთდით. მალე გვექნება ახალი სტადიონი, სადაც ჩვენ გემოზე ვიქნებით, გავფართოვდებით, გავდიდდებით. კარგ დიდ გემრიელ სტადიონზე ვიქნებით. და უფრო მეტ ბავშვსაც მივიღებთ და გავიზრდებით. ასე რომ კაი. ის ფაქტის გასათვალისწინებელია მეგობრებო, რომ სულ რაღაც ერთი წელია რაც გუნდი გაიყო შუაზე და ერთი ნაწილი აქეთ წამოვიდა, ერთი ნაწილი იქეთ დარჩა. შეცვლა ამასობაში და გაუჭირდათ ბავშვებს, გაუჭირდათ, იმიტომ რომ ისე იყო გუნდი აწყობილი, ერთმანეთთან შეთამაშებულები. გაუჭირდათ ძალიან, ენატრებოდათ ერთმანეთი, აკლდათ ერთმანეთი, მაგრამ რაღაცნაირად გამონახეს მაინც ძალებით. თავის თამაში დაიჭირეს, მიხვდნენ როგორ უნდა ითამაშონ, გაუგეს ერთმანეთს, შეისწავლეს ერთმანეთი და აი ესე გადაეწყნენ. და ნელ-ნელა მივდივართ წინ წარმატებებით. რა თქმა უნდა, მეორე გუნდსაც წარმატებას უსურვებთ გულით და სულით და გულშემატკივრობ მათაც ასე შორიდან. ხო, ამასობაში 4-0 გვაქვს, ჩემს საათზე არის 14 წუთი, აქედან რაღაცა შეიძლება მეგრელ. ოპა შეგენაცვალე. მიდი, გოლით დაამთავრე, აუ რა იქნებოდა ბიჭო. ბარამია, მიეც, კაი ხარ. არა, მასეც ბურთს ვერ აიღებდა, არა უშავს, ნუ ცელობა. კაი. მიდი აი გაიყვანეს. არა, მან კუთხეში რატო ატენი? აქეთ კი რამხელა სივრცე ქონდა, ბარამ გაგეხედა გვერდზე. ცარიელი იდგატო. კიდე ჩვენია. აუგდე, აი ეგრე. თავი, დამატეთ ბიჭო. ამასიძე რა მაგრამ მიიღო შეგენაცვალე რა გიჟია მოსიცე. იმენაზე მონან ჩააჭირა დასეკუდილა. აუტი, კლავაც ჩვენი აუტი. მეგობრებო, ახალი ტელეფონით ვიღებ და ცოტა რაღაც ფუნქციებში ახლა ვერკოვი, მიზუმა, მოზუმა. ერთმა ძალიან მაგარმა ადამიანმა მაჩუკა ისეთი თანხა, რომ
აი ეს ტელეფონი ესე ავდექი და პირდაპირ ვიყიდე. ძალიან მაგარმა ადამიანმა, რომელიც ძალიან გულში გვიდგას. მე და გაბრიელს და გიყურებთო, წყალობო ხან ხმარ გივარგაო, ხან ეხსერებაო, ხან რაღაცაო, ნუ მოკლედ ვიციო რომ პრობლემა გაქვსო და კარგი მაგარი ტელეფონი დამიფინანსა, სულ რაღაც როდის იყო ეს ამბავი? მოიცადე ამას უბაში. აჰა. მაგარი დუელი აქვს, მაგარი. ორი მაგარი ბიჭი. დღევანდელი თამაშის გამოკვეთილი გმირები ჯერჯერობით ასეა. ხო და 5-0 მოკეთ პირველი ტაიმია და 5-0-ია. ნუ თამაში მანამ დაიწყებოდა 4-ი, მეთქი 4 ბურთიანი სხვაობა უვეჭველი მეთქი და აგე პირველი ტაიმია და 5 გოლი კი შეაგდეს ბიჭებმა. ხო, მოკლედ ვამბობდი იმას, რომ ამ კაცმა პადრიმ ძალიან მაგარი ადამიანი დაგვიფინანსა და ჯერჯერობით დავიტევთ ამ ტელეფონით, კარგი მეხსიერებაც აქვს და ხარისხიც აი ხა რომ მივალ და დავამონტაჟებ, ნახავ. ასევე CapCut-ი მაქვს პრემიუმი ნაყიდი. უმაღლესი ხარისხის და ფილტრებით და ამბებით და ყოჩაღ დადუ დროული იყო. ყოჩაღ დადუ. დადუს გამოსვლამ დააბნია, თორე შეიძლება. ხო, მორჩ ტელეფონზე ლაპარაკს. ხო, CapCut-ი მაქვს პრემიუმი ნაყიდი. ბატოშოვის კაი ფასსაც ვხდი ყოველთვიურად. კარგად რო ვამონტაჟო და ნახოთ აბა რა ხარისხი იქნება ახლა ეს ვიდეო. დაგრე გაიყვანე აი ეს ო კაია, დაიმორჩილი, შენია. მიეცი და გასწორდი პოზიციურად, მიეცი. არა, მეგრელ, ეგ აღარ გინდოდა. თუმცა კაი ჩანაფიქრი იყო. კოპალიანმა წინ ჩააგდო. ო! მე რამდენი ესეთი გოლი ამ კაცმა, ბავშვმა მოკლედ. რა, მე მგონი 4 გოლი ამან გაიტანა კაცო. 6 გოლი პირველ ტაიმში უკვე. თუმცა მე-4 4 ბურთიანი სხვაობა უეჭველი მეთ. ნუ პრინციპში ბიჭებს ჯერ ყველაფერი წინა აქვთ. 6-0-ია, 6-ით. ამოწევენ ბიჭები თამაშს, ამოწევენ. ცოტა ვერ დაიჭირა ისან მან რა ქვია, თბილისმა თავის თამაში ვერ დაიჭირა რაღაცა. ვერ იპოვეს თავის ადგილი ჯერ ბიჭებმა, მაგრამ აუცილებლად იპოვნიან დარწმუნებული ვარ. მე კარეთ ცოტა დაიბნა ამდენი გოლის ფონზე. ძალიან ისეთ შეცდომებს უშვებს, რომელსაც დარწმუნებული ვარ სხვა დროს არ უშვებს ხოლმე, იმიტომ რომ ეტყობა რომ ბავშვმა იცის თავის საქმე უბრალოდ. ზემოთ ვართ და გარკვეული წნეხის ქვეშ რო არის, დაიძაბა ბავშვი. რა თუნდა ამდენი თრევა ვაჩე. ისეთ პოზიციაზე შევიდა, რომ იმ პოზიციიდან არ შეიძლებოდა გოლი არ გამოვიდოდა, არა უშავს. ვაჩე გაიტანს თავის გოლს დარწმუნებული ვარ თავის სიტყვის. აი ერთი კაცი, სუმაგას არ ვამბობ ბიჭო, ერთი კაცი დადექით ბიჭო მეკარესთან, დადექით რა გჭირდი. რა რო არის? ჩემ ტელეფონში მე 20 წუთი იწურება და საერთოდ თლიანობაში ნამდვილად არ ვიცი. და როგორ არის? ექვსით 0 ვიგებთ. წნარად და მშვიდად ვიგებთ 6-0-ს. არნაირი ნერულობა, აღელვების საფუძველი არ გვაქვს. ახლოს. დაიღებ არა. მერე ვინ შევიდა შუაში ვინ ახსნება? მერე შუ. აბა! მერე შენია ილო წალდა მერე. ერთი და მეორე. აბა! კომლა იყავ მიიღე. მერე პასი კომალაზე. ბიჭო, რას იქნება ფეხე? აიეილო. რას იქნება ფეხე? ო, გაიჭრა ილო. ბიჭო, რას იქნება ფეხე? გამოდაო, იგენიცა, კუთხურია? კუთხური ყოფილა.
აუ რა მაგრა დამწვამზეა მეწვა ბეჭები. Короче, ოპერატორებს ცალკე ის უნდა გამოვუყოთ რა ქვია იმას ტურნირებში. ცალკე რაღაცა რა. ალუმინის მედალი ან რაღაცა ესეთი სპილენძის მედალი. მედალი არ გვინდა. მეხსერების ბარათი. საუკეთესო ოპერატორი ტურნირის. კამერა ჩვენ არავინ გვაჩუქებს. ჩვენ ვიხდით მსაჯების ფულებს და ასეთ რაღაცებს. ილო კარგად შევარდა. აი დავამსრულე ჩემი ხუმრობა. სარკასტული ხუმრობა. დაასრულა რეფერმა პირველი ტაიმი და 6-0 მეგობრებო. შვენიერი შედეგი 6-0. შვენიერი შედეგი. ეხლა ნახე, თამაში ისეთია, რომ ჩართვის საშუალებას გაძლევს. ამოიწიე ხოლმე თამამად ჩვენები რო ზემოთ იქნებიან, ამოიწიე ხოლმე. კარებში ნუ ჩაბეტონდები, იმოძრავ. მეორე ტაიმი ხურდება მეგობრებო და პირველი ნახევარი დასრულდა 6-0, როგორც თვალი მივადევნეთ. დაიწყეს სტუმრებს ვიძახეს მასმინძლებმა. ასიძე ჩასტყორცნა ვაჩე. აჰა, მე მგონი ციხს მეორე ტაიმში საქმე ექნება. დადოს ბევრი საქმე არ ქონდა პირველ ტაიმში, მაგრამ კარიდან ამოიტანენ ბიჭები. ბაჭი, კარგად დაამუშავე, კარგად კაია, კაი ბიჭი ხარ. გაყოლოდი სამკუთხედი შეიძლებოდა. დაუბრუნეს მეკარეს. ბაჭი, არა, ესე ძალიან წინ, არა, შვილო, არა, ესე ძალიან წინ. უნდა მიიღო просто. არა უშავ. მე ისევ აქტიურად შევბერეთ. მეორე ტაიმშიც აქტიურები ვართ. სრულებები განახორციელა ბატონმა ბაჩუკი და ჩვენ გუნდში თამაშის საშუალება ყველას ეძლევა. მეგობრებო, არც რომ ვიღაცუ იჯდეს, ვიღაცუ დარბოდეს, ესე არ არის. ამიტომაც ვითარდებით ძალიან მაღალი სწრაფი ტემპებით. იმიტომ რომ არავის არ ვოძახით ჩვენს არც ფავორიტს, არც ლიდერს. ყველა ლიდერია, ყველა ფავორიტია და დამთავრდა. ასეთ სიყვარული გვაქვს FC-სანში. ასე არის ბიჭებო, რო ნახავთ ვიდეოს, დაწერეთ კომენტარები. კაია, ლუკამ კარგათია რა, მე სად ვიღებდი ამასობაში. მოკლედ ოპერატორები რაც სოდოები ვართ. აი ამ პატარა ოთხკუთხედში ჯარიმა. ვიყურებით და რა ხდება იმის იქეთ ვერაფერსაც ვერ აუგო. ხანახან თვალი გეიქცევა ხოლმე ტელეფონს იქეთ და დარჩება და სადაც აი ესე ვიღებ, ან ესე ვიღებ და ამიტომ იძულებული ხარ აი ესე უყურო მიბმული იყო. ტელეფონზე შეგაცოდეთ თავი, ხო? ვინც იტირებთ კომენტარებში დაწერეთ. წრემლი დასვით, რომ აი კი ვიტირებ ეგ, შემეცოდე. აჰა. უთან ილოა. ობილიზებულია ილოს, მაგარი დარტყმა აქვს, თუ დაარტყა ისეც გაიცურის, რომ აუც. კედელი დააყენეს ჩვენი რამდენი კაცი ყავს იქ? აჰა, 3 კაცი ყავს. ყოჩახ, კაი ილო, კაი ჯიგარი ხარ. კაი ლამაზი სუფთა შესრულებული ისეთი. კაი. არა უშავს. მეგრელა ყავს უზადო ჯარიმების შემსრულებელი, ბუზალა ყავდა და ნუ წავიდა. დამოიკვეთება კიდე ახალი ვინმე, ვინც შეავსებს საჭიროების შემთხვევაში. ამიტომ ამბობ, არანაირი ლიდერები და ფავორიტები, ყველა თანაბრები ვართ აქ. კომლა მეტი იმოძრავე. მოსიძე გელი ხარ მოსიძე გელი. რა მოხდა? არ ვიცი რა მოხდა, ვერ მივაქცია ყურადღება, მე მოპატიეთ.
ჯარიმა იყო? მამა, რაჩი, რა, დღე. გაგორე, მიდი, შეგიძლია. გადაგვახტა აილოსთან მივიდა. კარგია, კომლა გააყოლე ჯიგარი ხარ. ვაჩემაც დროული პასი გააკეთა, თან კარგად გააკეთა, კომლამაც კარგად დააჭერა და ცოტა ძალა დააკლდა. არა უშავს. მე ვფიქრობ, რომ კიდე გავა, 2 გოლი მაინც. გავიტანთ, მაგრამ ისე მარტივი აღარ იქნება, იმიტომ რომ მეტად მობილიზებულები შემოვიდნენ ბიჭები. მასპინძელი გუნდიდან. პასი უნდა გექნა, პასი. ნიკოლოს, პასი. პასი ნიკოლოს, პასი ნიკოლოს. ამოვიტანეთ, ვინ არის? ბოლომდე ვაჩე, ბოლომდე. სწრაფად გაათამაშა ვაჩემ. კომლა მიიღო, მაგრამ დაკარგა ილია, ასა ეს ვერ დაარტყავდი ილია. ფეხის მოუქნეულად ესე ამორტყმით. კოპალიანი ადგილზე ამას ვერ ნაცვალე. კოპალიანი მაგარი ყავს. აგე? ჩვენი გაურღვეველი დაცვა. მოსიძე. კოპალა, საწახოდი კოპალა, აჰა, დაუჭირე. რა კარგად გაიყვანა, ყოჩა. ჰა, ერთმანეთს ნუუფარებთ. ვაჩე, უნდა გახსნოდი, ბიჭო, გახსნოდი. აიტანე. რა კაი პასი, ყოჩა. არა, ესე კომლა საეჭრა. ოჰო, რა ხდება იქ, რა ხდება? ლუკა არის? ლუკა მოიპოვა ბურთი? ხო, ლუკა მოიპოვა. სწრაფლა მოიტანა მეკარე, მოსეს გადაახტა პოზიციურად, არ იდგა სწორად და დაიკარგა ბურთი. სწრაფად შემოვიტანეთ, ლუკა მიიღო, კარგად მიიღო, მაგრამ ვერ გასცდა, არა უშავს ლუკა. აუ, რა მაგრად ამეწვა ბეჭები, ბიჭო. თელი ზაფხული აუ ტურნირზე ალბათ, კაროჩე წყარში ჩასვლა არ დამჭირდება, ესე დავიზაგრები. მომიწევს. სულ ძეკლავებიანი დგომა, იმიტომ რომ არ მიყვარს ზაგარცულები, სხვებივით რომ ეფიცხებიან, მე არ მიყვარს. ილია რა ეფექტური ხარ, ოჩაღ ილია. აი ეს რა არისო ბაჩომ რა. მართლაც გეუბნება რა იყო ეგ. ანერვიულეს, ესე იგი მთელი თამაშია. კაცი მაინც ანერვიულეს ბაჩუკი რა. ცოტა ბაჩოსაც გავკარეთ კბილი ღადაობაში. კაი ხესეთის მიზეზი გვაქვს 6-0-ია მეგობრებო, 6-0-ია, თუმცა პირველ ტაიმში ამ დროს უკვე 2 გოლი ჰქონდა. მეორე ტაიმში არ მოდუნდეთ მეთქი, მაგრამ როგორც ჩანს აინც თავისაშრება ამ ხელა უპირატესობა. რატო გავისარჯოთ მეტი, ყველაფერი კარგად არისო ფიქრობენ. შემოიტანეს ბიჭებმა. კაია, აი ესე. ილო წავიდა და ილო მაკედა. რატო ჩქარობ, შვილო, ეს რაღაც უკვე ბურთის მოშორებას უფრო გავდა ვიდრე რაღაცა ჩაფიქრებულ, რაღაც ტაქტიკურ გადაცემას. გადაცემაც არ იყო, კაში დარტყმა იყო. რატო დატო? ჩვენ გვაქვს ბურთის ნადგრიო, სადო? ой, მიეცი, ფილიპასი და გამოსული. აბა დათუნა. დააგობე. ფუტა, დავაი ფუტა. დადიდიდა. ადამ, ილო. ჩაიწიეთ. Asi. Asi, bicho.
ოპა მეც ხო უნდა ჩავერთო რა ისე როგორ შეიძლება ოპერატორი რომ ფურცს არ გაეკაროს მოგლეს მეგობრებო ეხლა გამივხვდი სად ვიმყოფებით თემქაზე და მიმახვედრა აი ამ მზის პანელებმა რომლებიც დიდი ხანია ასეა და მივხვდი სადაც ვარ და ყოველთურმე სად ვარ ეხლა გეტყვით სადაც ვარ მეგარი ამოდი წინ ამოდი და არა და მეგარი არ გინდა ეს დაწვა არა პასი გავაგებო ამა დაიტანო ხო ანუ რას ვამბობდი ნახეთ აგე იქ არის თუ არ ვწდები ხო აი წმინდა ნიკოლოზის ტაძარია აგე ეს აი ეს რო ჩანს სახურავ 3 წელი ვგალობდი მან 3 წელი ვიმსახურე ამ ტაძარში და მე როდესაც ვსახურობდი იმ ტაძარში მაშინ ეს ნუ მიწაყრილი იყო არ იყო გრუნტი იყო მამა სერაფიმ ეწირავს იქ და აი ხა აღვიქვი აი მზის პანელებით მივხვდი რომ ის корпуსი მახსოვს რომ დიდი ხანია ესე აქ ნოსტალჯი დავკარგეთ ბურთი არა ეს არის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი მომაწვა ნოსტალგიები სადაც მამა სერაფიმ ეწირავს ძალიან საყვარელი ადამიანი პატიოსანი ღუდელი მე მგონი გაბრიელს საქმე გამოუჩნდა ყოჩახ ციყვი ბოლომდე ჯიგარი ხარ კაი ბიჭი კაია ეს რა იყო რაც როგორ არ ლუკამ ავტოგოლი შეასრულა რაც უნდა ჩავრთე მოვასწარი ნეტა ეხა იმენა აი გავაძროფ რაღაცას და არ ვიცი ფეხს მოვიტეხავ აი ხო ვინტრო ფეხს აი ეს გოლი რო არ გადამოღო ეხა ჩემ თავს ვერ ვაპატეებ რა გააკეთა ლუკამ რა ანუ კუთხური ისე ჩაახვია რომ ავტოგოლი გავიდა რა ვიცი ხო ვიცი ავტოგოლი იყო შეგენაცვალე კაი შეგენაცვალე ლუკა ესეთი სითამამები ბიჭო ამას ვამბობს რომ ბავშვს ჭირდება რა იმის ფანტაზიას უნდა მისცე გაქანება იმპროვიზაციის საშუალება 7-1 ნუ ეს გოლიც გაბრიელმა აჩუქა 7-1 გაბრიელმა ძალიან ესეთი უპატიებელი გოლი გაუშვა რა. დამაგიჟებს ეს ბავშვი. რაღაცა გიჟურა ესეთი ხაზიდან გამოიტანს ესეთ მაგარ ბურთს აიღებს და ესეთი უაზრობები გაზდის და რატო ხდება ხოლმე ესე? ვერ ვიგებ რა. პოზიციურადაც სწორად იდგა. ნუ 7-1 ძალიან მინდოდა მშრალი კარი, ძალიან მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა მშრალი კარი, რას ვიზოთ. გაბრიელის შეცდომის ხარჯზე ძალიან ესეთი გოლი გავიდა, არც ძლიერი დარტყმული იყო და არც არაფერი. ნუ როცა საქმე ჩემს შვილზე მიდგება, თამამად ვამბობ ხოლმე სათქმელს. მე ერთად ვუყურებთ ხოლმე და ამ კრიტიკის, ჯანსაღი კრიტიკის შემდეგ რაღაც ხარვეზებზე მუშაობთ რომ გამოსწორდეს. ურდული. ილომ რაღაცები ჩაატარა, ბიჭო. ნელა. ჯარიმა. როგორი კვარაცხელიას პრიომი ჩაატარა. ჯარიმას გვიტყავენ. ნახოთ რა იქნება.
ისეთი მზემაჭერს, რომ რაღაცები მინდა ვილაპარაკო, რაღაცა ესეთი მუნჯურად რო არ იყოს სიუჟეტი, მაგრამ რაღაც უკვე დამამუნჯა ისე მცხელა, ამიდუღდა ყველაფერი. ბეჭები კონკრეტულად, ნუ. ვაჩე, სად დატენი მაგბურთს? ვახჩა. სდიე, ხა გაყევი, და კარგი გაყევი. კუთხური. ამოიტანა მოსიძენ წარმატებით მისცა პასი მოწინააღმდეგეს. რა ჯიგარია. მოსიძე მევასება მაგრად. თავისი ისეთი არაპროგნოზირებადი ქმედებებით. აი ძალიან მებრძოლი ბავშვია, ძალიან. აი არაშინია ეგრევე ეტაკება. თვითმფრინავ ჩეთავზე მეცნიერება თვითმფრინავად გადაღება მინდოდა და კადრში ვერ დავიჭირე. რავი, არ შეიძლება დავიჭირე და ვერავ. ხო. ვართობ ჩემ თავს რა ვქნათ. რა ხდება ამდენი ხანი საჯო. აჰა. რვით ერთი, ღიპით შეაგდო ვაჩე, თუ მკერდით, ყოჩა ვაჩე, ხო თქვი ვაჩე თავის გულს გაიტანს მეთქი. რვით ერთი. რვით, ნუ უმატებთ. კლავაც მეგრელაში შემოვარდა. რვით ერთი. Watch. ოჰო, გოლია. არა. კაიყო, ყოჩა. ჯიგარი იყო. ის კიდე რას წამოვედი, კაცო. ძაღლის კუკუარი ესე. კინაღან ბომბზე ოფეთქდი. ვაჩი აწუდეს. Oh! ცხრით ერთი მეგრელა მააცილა ახაია ჩემ ბავშვობაში ესე იყო ხოლმე ხაია გააკეთაო გაბრიელ ამოიწია ხოლმე გუნდი რო შეტევაშია რას დაბეტონდები ხოლმე მაქანები ხო ვერ გავაგებინე ცხრით ერთი ნუ მოკლედ ცხრით ერთი ხო აჰა, კარგად გაიჭრა, ბურთს აკონტროლებს. ჩააწოდე, მოასწარე. შემოტრიალ და მეგრელა რაღაცას მოიჯადო ქრებს თუ დაკარგა, მაგრამ სამაგიეროდ არ შეარჩენს ბოლომდე ზდევს დარწმუნებული ვარ. აბა რა. გაყევი, არ უნდა ეს თავზე რაღაცა დრამები და ამბები და ეს ინდური სერიალები. დაკარგა, გახვა, გაცდა, გაეკიდა. გახადა მაისური რა, ყველაფერი მოსულა. ცრამცულათით ერთი. ჯარიმა. აიღე ლუკა. ჩვენი ახალი მეკარე, რომელიც დაგვემატა, კაი ბიჭი, პერსპექტიული. ამიერიდან გვეყოლება სამი მეკარე გუნდში. ცხრით ერთი. დადურა საყვარელია,
ცოტა გოლი რო გავუშვათ ხურ ჩამოშობული მივიდა და გრუზული და მივიდა ეხა დადუ და ამხნევებს დადუ არის იმენა ჩემპიონი კაცი უსაყვარლესი ბავშვი ვერ გავიგე რასაკეთე მეაშურება გაბრიელი სათამაშოდ შეუშვა აბა ნახოთ რა სეზონს გაბრიელი როგორც მოთამაშე ნახოთ გაბრიელი რა სეზონს ესე იგი იმდენი ჩალიჩა რომ ბაჩოს ეტყობა ტვინი გამოსჭამა და შეუშვა ნუ ეზოში სულ თამაშობს ხოლმე მინდა გითხრა წეყვი ბომბარდირა დააყენა აჩუმ თუ რა არის აქ არის ძალიან აქ უნდა წამოიღო საჩენდი ხარი ათკაცი მე მძოლი ხარ ხმალა მოგებული რომ შევარდო საფალე ვაუ რა გაკეთე ვერ თავდასხმაში პროსტა ეს ამოყალიბო ხდება გადაუგეთ 21 ნომერს წრით ერთი შენი არის წრით ერთი გავიფორმეთ მეგობრებო ბურთები თქვენ კარგი თამაში იყო კარგი ჩვენი ბიჭები ძალიან მაგრები არიან მგლები არიან წრით ერთი გაიფორმეს საკმაოდ მოკლედ თუ იგებენ ისეთი ანგარიშებით იგებენ რომ უბრალოდ 1-თან 2-თან რა რაღაცა ხოჭა მაგრები ხართ თქვენი დუეტი მაგარი არის ასეც